გამარჯობათ მეგობრებო, ჩემო გაუმწერებო. რაზე მინდა ამ შემთხვევაში და ამ ვიდეოში გესაუბროთ. დიდად არ გამოვირჩევი ვიდეოების ჩაწერით და ასე შემდეგ და როგორც ხელოვნებაში და ხელოვნების მიმდინარეობებში სიტყვა მეთქმის, ასე ვთვლი, იმიტომ რომ მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს თუნდაც მეტალზე, თუნდაც ხეზე, თუნდაც ქვაზე მუშაობის, ასე ვთვლი, რომ გარკვეულწილად 2-3 სიტყვა მეთქმის. და ამ შემთხვევაში დამწყებ ხელოვანებს და დამწყებ ოსტატებს მინდა აი თუ შეიძლება ითქვას მეგობრული და ძმური და დაძმური რჩევა მივცე. ამ შემთხვევაში მინდა გესაუბროთ ხის საკვეთებზე, ხის საჭრისებზე. ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ შეკვეთა შემომსვლია მე პირადად, რომ ხის საკვეთები მინდა ძირითადად ეგეთი სახელითაა ცნობილი, რამდენადაც მიხსენებენ თვითონ დამკვეთები, რომ კოვზის სათლელი საჭრისი. კოვზის სათლელი საჭრისი ესეთი სპეციფიური ფორმა აქვს, ანუ ვისაც წარმოსახვის უნარი აქვს მიხვდება, აი კითხვის ნიშნის ფორმა აქვს თვითონ საჭრისს. და ჩემთვის მაგალითად 70-ზე მეტი შეკვეთა მაქვს დამზადებული უკვე ხის საჭრისების და ეს შეკვეთა აგერ შეკვეთა რა იყო. ეს ხის საჭრისები დავამზადე ჩემთვის. რითი განსხვავდება მაგალითად ჩემი ხის საჭრისები იმ ეგრეთ წოდებული კოვზის სათლელი საჭრისებისგან და რატო განსხვავდება? ამაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ვინც დაინტერესებული ხართ მაგალითად ამ თემით. ზოგადად და ზოგად პრაქტიკაში რუსულ ჟარგონს გამოვიყენებ თუ შეიძლება, პოლუკრუგს ვეძახით. ოსტატები ამას. ეს არის ეგრეთ წოდებული ნახევარწრე, ვთქვათ. აი ეს არის ნახევარწრე, ვთქვათ. აი ამას ვეძახით პოლუკრუგს. აი აქედან ამ საჭრისით, მაგალითად, როგორც კოვზის, ისევე სხვადასხვა ფორმების ამოკვეთა შეგვიძლია. მაგალითად, როგორც ასეთი კოვზის სათლელი საჭრისი, აი ამას მაგალითად ეს კითხვის ნიშნის ფორმა რომ მივცეთ და გვერდიდან რო იყოს გალესილი. აი ამ მოძრაობით ითლება კოვზი. მაგრამ ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, ზოგადად როცა რაღაცას იწყებ, რაღაცის ხელქმნას, ხო? ორიენტირებული უნდა იყო თვითონ პროფესიაში განვითარებისკენ. უნდა ვითარდებოდი ადამიანი. დღეს თუ კოვს თლი, ხვალე უფრო მეტი უნდა შექმნა. ზეგ უნდა უფრო მეტი უნდა შექმნა. აქედან გამომდინარე ის კოვზის სათლელი საჭრისები მით უმეტეს გამოუცდელი ოსტატისთვის და დამწყები ოსტატისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხეს გამოთლი, ხელებს უფრო დაითლი იმ საჭრისით. ეგრეთ წოდებული კოვზის სათლელი საჭრისით. მეორე ფაქტორია. კოვზის სათლელი საჭრისის წარმოვიდგინოთ მთლიანი სიგრძე, ოღონდ მოხრილ მდგომარეობაში, ხო? ის არასდროს დამიმზადებია და არც დავამზადებ. მუშაობს მარტო შუა წრე, წრის შუა ნაწილი. შესაბამისად, ლესვის აუცილებლობა გარკვეულ დროის შემდეგ, ლესვის აუცილებლობა მარტო შუაზე მოდის. ნაპირი და საწყისი საჭრისის ყოველთვის იგივე რჩება, როგორც იყო გალესილი. შესაბამისად, ლესვიდან გამომდინარე, ზომაში იკლებს და აი აქ იკეთებს გარკვეულ წრეს. ნახევარწრეს იკეთებს ლესვისგან. აქედან გამომდინარე, გირჩევნიათ მაგალითად დამწყებებს
გირჩევნიათ მაგალითად ესეთი საჭრისი. აქ არის 18 ფორმიანი საჭრისების ნაბორი, ასე ვთქვათ, კრებული, ყველა ფორმა აბსოლუტურად. როგორც აი ამით შეგიძლიათ მაგალითად კოზის გამოთვლა, ისე სხვადასხვა ნამუშევრის დამზადება და გაკეთება. თორე კოზი კი ბატონო დაგიმზადებთ და ბევრისთვის მაგალითად, ბევრისთვის ზუსტად ციფრი არ მახსოვს, მაგრამ სხვადასხვა საჭრისები დამიმზადებია საჩუქრად. თუ აქ მოისმენენ ამ ვიდეოს, თუ შეიძლება გამომეხმაურონ. აი ესეთი ყველა ფორმის საჭრისია. ჩემთვის პირადად ჩემთვის დავამზადე, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში დამჭირდება ხოლმე სხვადასხვა ფორმა იმის არის და ასე შემდეგ გამოსათლელად და მე არ მაქვს ხოლმე და იმპროვიზირებულად უცებ მომიწევს ხოლმე დამზადება. აი როგორც მაგალითად აი ქლებისგან დავამზადე საჭრისი, რომელიც დამჭირდა უცებ რაღაცის გასათლელად და არ მქონდა. აქ ლაშკურკა გადავაკარი გუშინ თუ გუშინ წინ დამჭირდა რაღაცის გასაშკურკად. ეს ლანცეტი, ეს წვრილი შტიხელი, ანუ სამკუთხედს რასაც ვეძახით, შტიხელს ვეძახი მე. ეს ბრტყელპირა, ჩაულებია, ესეც ბრტყელპირა, დიდი. რაზე მინდა კიდე გავამახვილო ყურადღება თქვენი. აი ეს არის დიდი სამკუთხედი. ანუ შტიხელი. უმეტეს შემთხვევაში დაახლოებით 95%-ში. ვინც დამკვეთს უკითხია, რომ თუ შედის შენ კომპლექტში სამკუთხედი საჭრისი. კი ბატონო, შედის. აი ეს არის სამკუთხედი საჭრისი. თუ ჩანს, არ ვიცი. აი ეს არის სამკუთხედი, შტრიხელი, ასე ვთქვათ. ამის დამზადებას ცალკე დამზადების წესს ცალკე ავხსნი. ამას ცალკე გადავდებ, ვაგიხსნათ. ეს გაშლილი პორლოკრუგი. დამზადებული მაქვს ყველა 70-ზე მეტი შეკვეთა მაქვს დამზადებული, მაგრამ აღარ მახსოვს რამდენი ზუსტად ციფრები. ეს წვრილი პოლოკრუგი, ნახევარწრე. აი ეს კიდე პოლოკრუგი. ეს გეომეტრიული პირველი კლასი. ეს გეომეტრიული, ესეც საშუალო ზომის პოლოკრუგი. გატესტვას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს საჭრისები პირადად ჩემთვის მაქვს დამზადებული. როგორც მაგალითად როგორც ხეზე, ისევე სხვადასხვა ფერად ლითონზე შემიძლია გამოყენება ამ საჭრისების, მაგრამ ფერად ლითონზე მე იგივე ფოლადისგან მაქვს დამზადებული თვითონ შტიხელები. ფოლადის საგრავიროთ და დიდი აუცილებლობა და დიდი საჭიროება არ მაქვს იმისა, რომ ეს საჭრისები გამოვიყენო მეტალის, სხვადასხვა ფერადი მეტალის დასამუშავებლად. აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად აუცილებლობა ლესვის კუთხის შემთხვევაში, მაგალითად ბრტყელპირები. აი თუნდაც ეს ბრტყელპირა, ლესვის კუთხე შემიძლია შეუცვალო ამას და გამოვიყენო მეტალზე გრავირებისთვის. აი მაგალითად რამდენად გამოჩნდება ვიდეოში არ ვიცი. იგივე მეტალია შტიხელი, რომელსაც ვიყენებ მეტალზე გრავირებისას. აი ესეთ, აი წარმოიდგინეთ ახლა. აი ეს ბრტყელპირა და აი ეს.
უბრალოდ სამკუთხედი ფორმა აქვს მიცემული და ქვემოდან კიდე ამოვლესილია. განსხვავებით ხის საჭრისისგან. აი ესეთი მანევრის ჩატარება შეიძლება თუნდაც აი ამ საჭრისზე და ჩვეულებრივად ფერადი ლითონის და არა მარტო ფერადი ლითონის. სხვადასხვა ფოლადის გრავირება შეიძლება ზედ. მით ეს საშუალო ზომის გეომეტრიული და ესეც კიდე პატარა ზომის პოლუკრუგი. ეხლა გავაგრძელოთ საუბარი შტიხელზე. როგორ შეიძლება შტიხელის დამზადება? აი მაგალითად ზოგადად ხელოვნებაში იმპროვიზაცია დიდ როლს თამაშობს. და ხშირად გამოდგომია ადამიანებს და ხელოვანი ხალხი დამეთანხმება და დამიდასტურებს. მაგალითად ვიგებთ ოთხკუთხედ ფორმას, აგერ გაჩვენებთ თუ მივაგენი უფრო თვალსაჩინოებისთვის. ამას თვალსაჩინოდ დავდებ. აი კლიპზე გაჩვენებთ მაგალითად. აგერ ოთხკუთხედ ფორმას ვიღებთ, მაგალითად მასალის, ჟამ მასალისგან შეგვიძლია გავაკეთოთ. სიბრტყე ვთქვათ 5-5-ზეა, ვთქვათ სისქე. მესამეც ვჭრით სიგრძეზე აქედან. აი ბარგლალკით ჩავჭრით, მაგალითად მილიმეტრიანი დისკით, ბარგლალკის მილიმეტრიანი დისკით ჩავჭრით სიგრძეზე. და აქ სისქეში მესამეც დავტოვებთ. ანუ 5 მილიმეტრის მესამეც. ციურ მდგომარეობაში ჯერ. მერე გავაცხელებთ მაგალითად ნიკოტინის ფერზე და სამკუთხედ კლიპს ჩავდებთ იმ საჭრისში და ზემოდან ჩაკუჩით პირს გაშლის. გახურებული მეტალი როგორც პლასტილინი ისეა. გაშლის პირს, შემდეგ აქ უკვე შიგნით სამკუთხედი ფორმა აქვს მიცემული. აი აქ უკვე ესეთი ფორმა აქვს მიცემული. სამკუთხედ კლიპზე ან სამკუთხედ ფოლადზე, როცა დავკერნავთ, ანუ დავარტყავთ ჩაკუჩს. შემდეგ გაციების შემთხვევაში აი ამ ზედმეტ ნაწილაკებს ვიღებთ, აი ამ ზოლის მიხედვით ტოვებთ მილიმეტრს, აი აქ. და შემდეგ ყველაზე მთავარი გაცხელებული მეტალი დარბილებულია. მაქსიმუმ გათალოს ფიჭვი. ფიჭვსაც ვერ გათლეს. აქედან გამომდინარე ისევ ვახურებთ იგივე დონეზე და ვდებთ ზეთში. ზეთიდან ამოღებისას დავაყუნებთ 4-5 წამი. ზეთიდან ამოღების შემდეგ ვასუფთავებთ და ვდებთ მიკროვალნოვკა ასე ვეძახით. როგორც კი მიიღებს ღია ნიკოტინის ფერს, უკვე მოშვებულია, ვაცდით რამოდენიმე საათი, გამოვიგებთ მიკროვალნოვკიდან და შემდეგ უკვე ვამუშავებთ გაფრიალებამდე. და უკვე მზად არის, რომ ცხრილობადობაც ნაკლები აქვს. ნუ გააჩნია რომელ მეტალზე ვამუშავებთ ამას. აი ეს არის ყველაფერი ამისი ენციკლოპედიაო, ასე რომ ვიტყვიან.
ყველაზე უმეტეს შემთხვევაში, როგორც ვთქვი, უმეტეს შემთხვევაში ოსტატების და ხეზაკვეთის სპეციალისტების, ასე რომ ვთქვათ, აქილევსის ქუსლი არის შტიხელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენი შეკვეთაც შემოძლია, თითქმის ყველა მეკითხება სამკუთხედი თუ მოსდევს. კი ბატონო, სამკუთხედი მოსდევს აგერ არის. ერთი და მეორე საწევი აღარ მოსდევს. აგერ არის მეორე. ეს 90 გრადუსიანი კუთხეა, ეს უფრო ნაკლებია. ეს საჭირსები დავამზადე ჩემთვის. პირადი საჭირსები და აქედან გამომდინარე, იმიტომ არ ვაკეთებ ტესტირებას, იმიტომ რომ ვიცი, რომ ამ საჭირსებით როგორც ხის, ასევე სხვადასხვა მეტალის, რქის და ასე შემდეგ თლა და დამუშავება შემიძლია. ამის თქმა მინდოდა და ყველას წარმატებებს გისურვებთ. აღარ მახსოვს მოგილოცეთ თუ არა, გიორგობას გილოცავთ, მისი ძალი და მადლი გფარავდეთ და ყველას წარმატებებს და ყველას მშვიდობას გისურვებთ. მადლობა.